მოგესალმებით, ჩემი ძვირფასებო, პირველ რიგში მინდა ყოველთვის დავიწყო მადლობით, მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად, მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ჩემი ძვირფასებო, განსაკუთრებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ასევე მადლობა არხის გამოწერისთვის. მადლობას მოგახსენებთ არხის სტუმრებს, ვისაც არ გამოგიწერიათ თხოვნა მაქვს, გამოიწეროთ, თუ საინტერესოა თქვენთვის ჩემი გაშლები, გამოიწერეთ არხი და დამიტოვეთ კომენტარები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი ძვირფასებო. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო სასიყვარულო სამკუთხედზე, ჩემი კარგებო, ვისაც გაქვთ სასიყვარულო სამკუთხედი, ვინც იცით ნამდვილად, რომ იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში, ეს გაშლა არის მხოლოდ და მხოლოდ მათთვის, ჩემი ძვირფასებო. თუ თქვენს ურთიერთობაში ჰარმონიული ურთიერთობა და ყველაფერი კარგად არის, მაშინ უყურებთ ამ გაშლას. ეს არის ურთიერთობა გაშლა მათთვის, ვის ურთიერთობაშიც არის მესამე პირი და ნახოთ პარტნიორი თქვენს მიმართ რას გრძნობს მესამე პირის მიმართ, როგორი ემოციებია თქვენ შორის, როგორი ურთიერთობა და ზარდით განვითარების პერსპექტივა თქვენთან მიმართებაში, როგორ გაგრძელდება ურთიერთობა თქვენი პარტნიორის თქვენთან მიმართებაში. მას დავიწყოთ, ჩემო კარგებო, არ იქნება ვარიანტებით გაშლა, მოусმინეთ სიგნიფიკაციას, მოусმინეთ ენერგიებს, თქვენ და თქვენი პარტნიორის ენერგიებს და თუ გეცნობთ სიტუაცია და თუ მიხვდით, რომ თქვენზეა, მაშინ გააგრძელეთ ყურება. მაშინ ნახოთ, როგორ პირველი კითხვა იქნება ასეთი, როგორ ენერგიებში ხართ ამჟამად თქვენ, ვინც ამ გაშლას უყურებს, როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ, ვინც ამ გაშლას უყურებს, როგორ ენერგიებში იმყოფება თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო და როგორ ენერგიებში იმყოფება მესამე პირი, თქვენს ურთიერთობაში ვინც არის მესამე პირი, ჩემო ძვირფასებო, ნახოთ. შემდეგ ნახოთ, როგორია ურთიერთობა ამჟამად თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის. როგორი ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის, როგორი ამჟამად ურთიერთობა თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის და როგორი ამჟამად ურთიერთობა თქვენს პარტნიორსა და მესამე პირს შორის. როგორია ამჟამად ურთიერთობა თქვენს პარტნიორსა და მესამე პირს შორის. ნახოთ, თქვენი პარტნიორის ფიქრები თქვენთან მიმართებაში. ნახოთ, თქვენი პარტნიორის ფიქრები მესამე პირთან მიმართებაში. თქვენი პარტნიორის ფიქრები მესამე პირთან მიმართებაში. შემდეგი კითხვა, გრძნობა თქვენი პარტნიორისა თქვენს მიმართ და გრძნობა თქვენი პარტნიორისა მესამე პირის მიმართ. შემდეგ ნახოთ, როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. აიღეთ 2 კვირა, 1 თვე, 3 კვირა, რა ვიცი, თქვენ ჩაიფიქრეთ პერიოდი, ამესავარაუდოდ ავიღეთ 1 თვეს, ჩემო კარგებო, როგორ განვითარდება თქვენ შორის ურთიერთობა, თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის და როგორ განვითარდება ურთიერთობა თქვენს პარტნიორსა და მესამე პირს შორის ურთიერთობა, როგორ განვითარდება. ეს თქვენ შორის როგორ განვითარდება და ეს მესამე პირს შორის როგორ განვითარდება. მოდი ნახოთ, დავიწყოთ თქვენი ენერგიები, თქვენ ამოხვედით საკმაოდ ისეთ პოზიცია გაქვთ, რომ ვცდილობთ გაუმკლავდეთ რაღაც სირთულეებს, რომელიც შესაძლებელია ამ მომენტში გაქვთ ცხოვრებაში, ან ურთიერთობაში, არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ ისეთი პოზიცია გიკავიათ ამ მომენტისთვის თქვენ, რომ თქვენს გზაზე თუ რაიმე ზედმეტია და თუ რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორია, ვცდილობთ, რომ ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩამოიშოროთ, აარიდოთ თავი, ასე ვთქვათ, ანუ საკმაოდ ისეთი კარგი სტრატეგიის პოზიცია გიკავიათ, როგორც შახმატის მოთამაშე ცდილობს, რომ რაღაც მიზნის მიღწევას, ასე ვთქვათ, აკეთებს რაღაც გარკვეულ სულებს, რომ რაღაც შედეგი მოიპოვოს, ხო? ანუ წინ წავიდეს. ასევე ხართ თქვენც, ანუ შეიძლება ამ მომენტისთვის არც გაქვთ ურთიერთობა დიდად გარე სამყაროსთან, მაგრამ თქვენს ანუ გონებაში არის რაღაც გეგმები, რა როგორ უნდა გააკეთოთ, რა როგორ უნდა განავითაროთ. კიდევ გავიმეორებ, საკმაოდ ისეთი გამადიდებელი შუშით უყურებთ ყველაფერს, აკვირდებით სიტუაციას. არ არის გამორიცხული, იცით რა, რომ შესაძლებელია ის, რომ თქვენს პარტნიორს ყავდეს თქვენს ურთიერთობაში იყოს მესამე პირი, შესაძლებელია ამას დიდად არც შეიძლება იცით, მაგრამ არ ამჟღავნებდეთ, არ იმჩნევდეთ გარშემო მყოფებისგან ამას და
თქვენთვის რაღაც ნაბიჯებს და გეგმებს აწყობთ, როგორ უნდა განავითაროთ და წეღან თქვი თავიდან, რომ თუ რაიმე ესეთი უსარგებლოა თქვენს ცხოვრებაში, ცდილობთ უსარგებლო და ინერვების მომშლელი ვთქვათ ფაქტორი რაღაც, ამაზე არც იფიქროთ, მოიშოროთ ყველა ის ტოქსიკური ადამიანი, თუ ყველა ის პირი, თუ ყველა ის რაღაც ურთიერთობა, რაც ნერვებს გიშლით და რაც თქვენს სიმყუდროვეს შეიძლება ითქვას, რომ ხელს უშლის, მაგრამ მე ამ მომენტისთვის საკმაოდ ესეთი კარგი პოზიცია გაქვთ, ანუ ვერ ვიტყვი რომ რაღაც დაჩაგრულის პოზიცია გიკავიათ, სულაც არა, პირიქით მინდა გითხრათ რომ საკმაოდ ჭკვიანური პოზიცია გიკავიათ ამ მომენტში, ამ მომენტისთვის თქვენ ცხოვრებაში და კიდევ არის რაღაც ფაქტორები, რასაც არავის არ ეუბნებით და აი რაღაცას თქვენთვის იტოვებთ, ხო? თქვენს ჩანაფიქრებს, თქვენს რაღაც ნაბიჯებს შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ვერ წხდება და ამ ყველაფერს აკეთებთ ისე, რომ იყოს სხვებისთვის შეუმჩნეველი და შეიძლება ითქვას, რომ თქვენი ჩანაფიქრები ამ მომენტისთვის და თქვენი გეგმა მოქმედების ამ მომენტისთვის ბევრისთვის შეიძლება ითქვას არის გაუგებარი და უცხოც ის ქმედებები, როგორც იქცევით, ხო? არ არის გამორიცხული ასევე ახლა ის ფაქტორიც, რომ შეიძლება ხო რაღაც მიხვედით იმ ასე ვთქვათ პოზიციამდე, რომ ნუ რა ვქნა, რაღაც უნდა დავთმო, რაღაც უნდა ვითამაშო. ისე, ნუ თამაში ცუდი გაგებით არ ვიძახი, რაღაც შეიძლება მოაჩვენოთ, ხო, ან თქვენს პარტნიორს, ან თქვენს გარშემომყოფებს თავს, რომ აი ყველაფერი კარგად არის. მაგრამ თქვენ ეს უკვე იმდენად გაქვთ უკვე გადახარშული თავში ეს ყველაფერი, ის რაღაც პრობლემები თუ სირთულე არ ვიცი, რაღაც ნუ რაც გაქვთ ჩაფიქრებული, რომ შეიძლება მოგიწიოთ რაღაც მნიშვნელოვანი რამის დათმობა იმისთვის, რომ რაღაც სხვა შედეგი მიიღოთ. ის შედეგი, რაც თქვენთვის არის, ასე ვთქვათ, რა შედეგიც გინდათ რომ მიიღოთ. აი ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. თუ საკუთარი თავი გეცნოთ და საკუთარი სიტუაცია გააგრძელეთ ყურება, ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები. თქვენი პარტნიორის ენერგიებიც რაღაც გულს ანუ ხდება ისიც, რომ მთლად ეს სიჩუმე, თქვენი სიჩუმე, თქვენი რაღაც დუმილი, შეიძლება ითქვას, კარგს არაფერს მოასწავებს, ასე ვთქვათ, თქვენი რაღაც დროებითი ეს გაჩუმება თუ რაღაც და ხდება თქვენი პარტნიორიც ისეთ ენერგიებშია, რომ არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ინფორმაცია მივიდა მის ყურამდე, რომ შეიძლება რამაც დააფიქრა, შემოკარგებო, რამაც დააფიქრა და ხდება, რომ რაღაც თქვენი ეს სიმშვიდე, თქვენი ეს რაღაც მდგომარეობა მისთვის მაინც კარგი არ არის. ამას ხდება თქვენი თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება, თქვენი პარტნიორი კიდევ როგორ ენერგიებშია. კი, ფიქრობს, რომ თქვენ დაინახეთ, ნუ მის ყურამდე ნამდვილად არის ინფორმაცია, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ ჩააწვეთა, რომ თქვენ რაღაც იცით მასზე, რაღაც ისეთი მისი, არ ვიცი, მოქმედება თუ მისი რაღაც ნაბიჯები, თქვენ იცით, ყოველ შემთხვევაში მას უკვე აქვს წარმოდგენა, რომ თქვენ რაღაც გაქვთ ინფორმაცია მასზე, მის ცხოვრებაზე და ხდება, რომ ეს თქვენი სიჩუმე მას ძვირად დაუჯდება და შესაძლებელია საერთოდაც ძალიან ისეთი დიდი ბზარი გაჩნდეს და ისეთი დიდი უსკრული გაჩნდეს, რომ საერთოდ დაშორდეთ ერთმანეთს და ყველაფერს წერტილი დაესვას. ყოველ შემთხვევაში მან იცის, რომ თქვენ მისი სახე დაინახეთ, შემოკარგებო, მისი სახე დაინახეთ, მისი ყოველ შემთხვევაში ეს არ ვიცი, თქვენ დაგანახეს თუ მას მიუვიდა ის ინფორმაცია, თქვენ იცით, ალბათ მიმიხვდით, ხო, რაც ხდება. ისევ და ისევ გავიმეორებ, შემოკარგებო, რომ საჯარო გაშლა და შესაძლებელია ძალიან ცოტასთან რეზონირდეს სრულად ეს ინფორმაცია, მაგრამ რაღაც ინფორმაციას შეიძლება თქვენამდე ის რაღაც რაც მნიშვნელოვანია თქვენს გეცნოს და თქვენს გამოგადგეთ. ასე რომ ამას მოეკიდეთ გაგებით, ჩემო ძვირფასებო, ნუ ასეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი, ნახოთ მესამე პირის ენერგიები, მესამე პირის ენერგიები ნახეთ. რომ იტყვიან მესამე პირი ჩართულია იმაში, რომ რაღაცნაირად ძალიან ბნელ ენერგიებში, ძალიან დაბალ ენერგიებში, როდესაც ნეგატიურ ენერგიებში, ძალიან დაბალ ვიბრაციულ ენერგიებშია თქვენ მესამე პირი. როგორც სექტა, აი ესე ცდილობს, რომ
თავის გარშემო მყოფები ძალიან ბევრი აი ჩაითრიოს აი თავის რაღაც ნეგატიურ ენერგიებში შემოკარგებოდა. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს მიერ ჩაფიქრებული მესამე პირი, ვინც თქვენს ურთიერთობაში არის, ხო? თქვენს პარტნიორს რაღაც ზეგავლენების ქვეშაც ამყოფებდეს და რაღაც ნეგატიური ზემოქმედებაც გქონდეს მასზე. ნახეთ, იმიტომ თვითონაც ესეთ ენერგიებშია. არ არის გამორიცხული ატარებს რაღაც რიტუალებს, რაღაც შეკრებებზე დადიოდეს, ყოველ შემთხვევაში ძალიან დაბალ ენერგიებშია მესამე პირი. აი ნახეთ თქვენ თვითონ როგორი არკანი ამოვიდა. და ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, რომ რაღაცნაირად ის, რაც მას არ ეკუთვნის, მიითვისოს ის. ანუ თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს, თავის სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძლიერი ზეგავლენა აქვს მენტალურად თქვენს პარტნიორზე. თითქოს მისი ზომბივით ხდება მასთან, ვინც არის გარშემო, აი მისი ეს ნეგატიურის რაღაცნაირად ბევრს ითრევს, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ. არ არის გამორიცხული, რომ თქვენს პარტნიორს გქონდეს ნახეთ თავის ტკივილებიც, ხშირად იყოს ისეთი მომენტიც, რომ მოვიდეს თქვენთან, მაგრამ ამას შემდეგ ვნახავთ. მოდიოდეს თქვენთან და შემდეგ ისევ რაღაც პერიოდის შემდეგ ისევ ქრებოდეს ურთიერთობიდან, ანუ ეს არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ყოველთვის ახლა 100 შეიძლება იყოს სიტუაცია, როდესაც ემოციური თვალსაზრისით გერიდებათ პარტნიორი, ხო? ანუ რაღაც კავშირი გქონდეს თქვენთან, მაგრამ შემდეგ უცაბედი ხასიათის ცვლილება გქონდეს. აი ასეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი ზეგავლენა აქვს ნეგატიური მესამე პირს თქვენს პარტნიორზე და შესაბამისად თქვენს ურთიერთობაზე. იმიტომ რომ თვითონ ისეთ ნეგატიურ ენერგიებშია, რომ ამის თქმის საბაბი მაქვს. მოდი ვნახოთ, გავაგრძელოთ ჩვენი რა ხდება თქვენ შორის, რა ხდება მესამე პირთან. ნუ ხო, როგორც ვთქვი, თქვენთან შესაძლებელია გრძნობა, ანუ გაქვთ ურთიერთობა, რა თქმა უნდა, არის გრძნობა ორმხრივი, ან შესაძლებელია ყოველ შემთხვევაში იყო ურთიერთობა ისეთი, როგორც ორმოსიყვარული ადამიანს შეეფერება, მაგრამ მესამე პირთან იყო რაღაც შეხვედრა, შესაძლებელია და ყველაფერი შეიცვალა, ხო? ან როგორი მომენტი აქვს, თქვენ შესაძლებელია ხვდებით რაღაცას და რომ თქვენ ურთიერთობაში გაჩენილი რაღაც უსიამოვნება, რაღაც კონფლიქტური რაღაც მომენტები და რაღაც პარტნიორის მხრიდან თითქოს ამ მომენტში რაღაც გულგრილობა შესაძლებელია იყოს მიზეზი იმის, რომ თქვენს ურთიერთობაში არის მესამე პირი, რაღაც ეჭვები არის და ეს ყოველ შემთხვევაში ეს თქვენ კარგად იცით, მაგრამ მე რო ის ვთქვა, რომ ამ მომენტში რა ხდება, მაინტერესებს. ამ მომენტში შეიძლება არც გაქვთ ურთიერთობა, შემოგარგება. ამ მომენტში შესაძლებელია, იცით როგორი მომენტი აქვს, კიდევ გავაშხერებ ერთ ფაქტორს, რომ შესაძლებელია ამ მომენტში თქვენ და თქვენი პარტნიორი ერთად არ იმყოფებით. ანუ გაკავშირებთ რაღაც მანძილი. შესაძლებელია ან თქვენ ხართ მანძილით შორს თქვენს პარტნიორთან, ან თქვენი პარტნიორია შორს და სწორედ აი ეს ფაქტორია ახლა, რომ რაღაც ეჭვები მესამე პირის არსებობის შესახებ უფრო და უფრო გიღრმავდებათ. რამ გამოიწვია ეს, მე მაინტერესებს. კი, იცით რა არის, ვფიქრობ, რომ თქვენს ურთიერთობაში ამჟამად თქვენს პარტნიორთან აი ეს სიშორემ გამოიწვია ეს ყველაფერი, თითქოს აღარ გაქვთ ისეთი ემოციური კავშირი, როგორც ემოციურად სიახლოვე და ეს ყველაფერი გამოიწვია ამან. მაგრამ ამ მომენტში რაღაც თქვენს ურთიერთობაში არის შეიძლება გრძნობა გაქვთ, რა თქმა უნდა, ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ამ მომენტში არის თქვენს ურთიერთობაში ან მანძილი, ან რაღაც დროებით პაუზა რაღაც კონფლიქტური სიტუაციის ფონზე. ნახოთ. ნახოთ ფიქრები თქვენი პარტნიორის. ანუ თქვენი პარტნიორისთვის ხართ იმპერატრიცა. პიროვნება, მისთვის მთავარი პიროვნება ხართ, ცხოვრების თანამგზავრი ხართ. შესაძლებელია მისი შვილების დედაც ხართ. ერთი სიტყვით თქვენ მისთვის ხართ მნიშვნელოვანი, მესამე პირთან არის
კვერთხის მეფე, როდესაც აქ კვერთხის მეფეს გრძნობას ვერ ვიტყვით გრძნობაზე, კვერთხის მეფეზე. კვერთხის მეფე არის იმპულსური პიროვნება, ფიზიკური სიახლოვე, ინტიმური ურთიერთობა, აი ეს ფიქრები და ასეთი ის რა ქვია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ნანობს რაღაც თქვენი პარტნიორი, აი თავის, შეიძლება იცით რა არის, აქ ზოგიერთთან იყოს ჩემოკარგებო ის ვარიანტიც, რომ იყო წარსულში რაღაც ურთიერთობა და ამ მომენტში თქვენი პარტნიორი რაღაც თავის დაშვებულ შეცდომებს ნანობს, არ არის გამორიცხული. გამომეორებ კიდევ საჯარო გაშლა და ენერგიები, ძალიან ბევრი ენერგია ირევა, მაგრამ რასაც რაც ამოდის, ანუ ვარიანტებს გავაშხერებ, ხო? არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთმა ეს დაშვებული რაღაც შეცდომა გატაცება თუ რაღაც ძალიან მძიმედ განიცდის ამ ყველაფერს. თქვენ მისთვის ხართ მთავარი ქალი, იმპერატრიცა. მოდი გრძნობა ვნახოთ. გრძნობით იცით რა, აი გრძნობა ამოვიდა ხმლის მეფე. გრძნობა თქვენთან, გრძნობა მასთან ვიკითხოთ. ხო, იცით რა, როგორი მომენტია. ხმლის მეფეა. გრძნობას დიდად ხმლის მეფე არ გამოხატავს, ჩემოკარგებო, მაგრამ თქვენ ხართ მისთვის თავარი, ძვირფასი, ლამაზი, საყვარელი, რა ვიცი, ერთი სიტყვით, მაგრამ ასევე მასთან ეტლის არკანით, ხო? ჯერთი პიროვნება ცოტა მერყევი პიროვნება შეიძლება, მერყევი პიროვნებასთან კონდეს საქმე, რომ მაგრამ დავაზუსტებ, მასთან გრძნობა არ არის, ჩემოკარგებო. გრძნობა მესამე პირთან აქ არ არის, უბრალოდ აქ ფიზიკური თავისი რაღაც ეგოს დაკმაყოფილებას ცდილობს ეს პიროვნება, თქვენი პარტნიორი და ეს რაღაც იმპულსები, რომელიც კვერთხის მეფეს აქვს, აი ამ თავის იმპულსებს რომ ტყვიან ასდევს და შეიძლება ეს თავის იმპულსების აყოლა მე შემდეგ ნანობს კიდეც. მაგრამ თქვენს მიმართ შეიძლება ახლა გაბრაზებულია, მაგრამ ცივი დამოკიდებულება აქვს იმის გამო, რომ ახლა დაძაბული ურთიერთობა თქვენ შორის და არ არის გამორიცხული, რომ მაჩხუბრებიც იყოთ, ხო? თქვენთან იცით როგორი მომენტია, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც პერიოდული შეხვედრები გქონდეთ, კომუნიკაცია, სატელეფონო თუ პირადად ურთიერთობა, ხო? გააქვს ურთიერთობა და თასის მეფე ამოდის, თასის მეფე, რომელიც პერიოდულად ბრუნდება, ემოციით აგავსებთ, ასე ვთქვათ. ხო, არის მომენტები, როცა ცივია, ურთიერთობა გეძაბებათ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც ეს ხმლის მეფე გადაიქცევა თასის მეფეთ. აქ ესეთი, მაგრამ თქვენს მესამე პირზე, მესამე პირთან ურთიერთობას საქმე გრძნობას არ მიჩვენებს. ხუთიანი პენტაკლის არკანით, აქ უფრო თქვენი ჩაფიქრებული პარტნიორი თავის რაღაც ეგოისტური, რაღაც ისინი აქვს, რა ქვია, ეგოს დაკმაყოფილების სურვილი და დავაზუსტებ და არ არის გამორიცხული, რომ შესაძლებელია ისეთ ეშმაკის არკანი ამოვიდა, აქვს რაღაც მავნე ჩვევები, რომლის ზეგავლენის შედეგად, ან კიდევ რაღაც ზეგავლენების შედეგად, შეიძლება რაღაც თრობის ქვეშ იყოს, ან არ ვიცი, ერთი სიტყვით რაღაც მავნე ზეგავლენები, რაც შემდეგ ეს ყველაფერი გონებას უბინდავს და სწორედ აი იმ მომენტში ხდება ის, რომ თქვენ ავიწყდებით თუ შეიძლება არ ავიწყდებით, მაგრამ აი რაღაც სულელურ ნაბიჯებს და სულელურ ქმედებებს სჩადის, ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ მე მესამე პირთან მიმართებაში მე აქ გრძნობას ვერ ვხედავ, ჩემოკარგებო. მოდი ნახოთ მოქმედება. მოქმედება 6-იანი თასი, მოქმედება მასთან, ნახეთ, მასთან მოქმედებას მესამე პირთან, ანუ ურთიერთობის გაგრძელების რაღაც პერსპექტივას და შანსებს ვერ ვხედავ. თქვენი პარტნიორი ძალიან ღრმა ფიქრებში და ყველაფერს აანალიზებს, შეიძლება წარსულს აანალიზებს, რა იყო, როგორ იყო და თქვენთან მიმართებაში ძალიან სურს, რომ დაბრუნდეს წარსული, არ არის გამორიცხული, რომ დაგიბრუნდეთ და დახმარების ხელი რაღაც შემოგთავაზოთ, არ ვიცი, ერთი სიტყვით თქვენთან მიმართებაში სულ სხვა დამოკიდებულება აქვს, მესამე პირთან ურთიერთობაში თქვენ თავად ხედავთ, სულ სხვა დამოკიდებულება და ურთიერთობა. იცით როგორი მომენტია, ჩემი ძვირფასებო, ამ მომენტისთვის, რომ თქვა, რომ მომდევნო 1 თვის განმავლობაში რაიმე შეიცვლება თქვენს ურთიერთობაში, შეიძლება არ შეიცვალოს, რაღაც დაკიდებული კაცის სიტუაცია ისევ დარჩეს, მაგრამ დიდი სურვილი აქვს, მაგრამ არის რაღაც შემაფერხებელი ფაქტორი, ძალიან დიდი ფიქრი და რაღაც ნეგატიური ზეგავლენები, რომელიც ხელს გიშლით ურთიერთობაში.
იცით რა არის ვფიქრობ რომ თქვენ ხართ გაბრაზებული ძალიან მასზე და თქვენ არ აძლევთ ასე ვთქვათ ხმლით უდგახართ აი როგორც პაჟი ხმლის პაჟი არ აძლევთ ერთი სიტყვით გასაქანს რომ რაღაც მოიფიქროს და რაღაც შეცვალოს თქვენს ურთიერთობებში იმდენად ხართ თქვენს გაბრაზებული და სწორედ ეს შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორი იმის რომ თქვენი ურთიერთობა რაღაცნაირად დაალაგდეს ჩაფიქრებულ პერიოდში შემოძვიფასება. ასეთი იყო თუ გეცნოთ თქვენ სიტუაცია თქვენი თავი მოდის რჩევა ვიკითხოთ თქვენ როგორ ჭირს რომ მოიქცეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან რჩევა როგორ ჭირს რომ მოიქცეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებასთან თქვენს პარტნიორთან მიმართებაში გვინდა რჩევა ტაროსგან. ხო, იცით რა არის ჯერჯერობით არ იცით თქვენს როგორ მოიქცეთ და ის ანუ ნახეთ ილუზიური სათვალე მოიხსენითო რჩევას გეკითხებიან აი ეს რაც თვარის არკანი და 7-იანი თასი კარგად დაფიქრდით ის რაზეც ფიქრობთ ის რის გამოც შესაძლებელია უბრაზდებით თქვენს პარტნიორს შესაძლებელია აღმოჩნდეს ილუზია და ტყუილი ამიტომ რჩევა არის რომ კარგად დაფიქრდეთ თქვენს ქმედებებზე თქვენს სიტყვებზე და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. აი ეს არის რჩევა ჩემო კარგებო. მე მადლობას მოგახსენებ, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ. ვისთან როგორ რეზონირდება. მადლობას მოგახსენებთ და ნახვამდის.